დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ სამწუხარო რეალობა. ოლიგარქმა ივანიშვილმა არ იკმარა ის, რომ გადაჭამა მთელი საქართველო და დღეს უკვე დაიწყო საქართველოს დამშრელებისა და მტრების მოწვევა უცხოეთიდან და მათთვის მილიონიანი ბიზნესების გადაცემა. თქვენს წინაშეა არძიმბას კონსულტანტი მიმაგრებული საბჭოთა კავშირის კგბ-დან, აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელი, პუტინის პარტია ეძინაე რასიას ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის პარლამენტის დეპუტატი ოთარ იონაზზე არშბა, რომელმაც გაალსო ბათუმი ელიტარული სასტუმროებით, აგერ მარინა კოლიზეი, კიდევ ორი სასტუმრო, მილიონიანი ბიზნესი და ეს ფული მას ნაშოვნი აქვს ქართველთა სისხლით იმ უბედურებაში, რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც გავდივართ. არშბას მიცემული ფულით იყო ნაყიდი ის ტყვიები, რომლითაც დაიხოცა ათეულათასობით ქართველი. არშბა აფინანსებდა იმ ბაევიკებს, რომლებმაც ქართველთა მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. არშბას ნაყიდი იყო ჟიული შარტავაზე, გაბესკირიაზე ნასროლი ტყვიები. ეს კაცი დღეს გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომლის ბიზნესების გახსნას ესწრება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა და აგერ ერთ-ერთი ექს-პრემიერი ესწრებოდა მის სასტუმროს გახსნას ღარიბაშვილი ბათუმში. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ოთარ არშბას წინააღმდეგ, დაღადაღებული იქნას მისი მილიარდები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში. საქართველოს მტრების ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს, ხოლო მათ თავზე ზეცა და ჩვენ დავაყენებთ იმ მდგომარეობას, როდესაც საქართველოსზე აწეული ხელი იქნება ისე დაჟილი, რომ ვერავინ მეორედ ასეთი რამ ვერ გაბედოს. მართლაც საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. კაცი გახდათ რუსეთის უშიშროების სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი და დავალებული ჰქონდა აფხაზეთისა და ყარაბაღის ეთნო კონფლიქტთა გაღვივება ოფიციალურად. მაგრამ თავხედობა იქამდე მივიდა, რომ მე დისერტაცია დაწერა, როგორ უნდა მართოთ ეთნო კონფლიქტები, ასეთი სათავით. და მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიიღო. დღეს ალბათ გადაბრუნდებიან საფლავში ჩვენი დახოცილი გაჟლეტილი გმირები, რომლებიც მის ტყვიებს შეეწირნენ. როგორ შეიძლება? სად არის დედამიწის რომელ კუთხეში მეორე ქვეყანა, რომელიც თავის მტრებს, თავის მკვლელებს, თავის დამშრელებს, მილიონიან ბიზნესებს ახსნევინებს და თავს ევლება? ალბათ არსად გარდა საქართველოსი. და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ მტრებს, რომელსაც პასუხი არ უგიათ ქართველთა გენოციდზე, ხოცვა-ჟლეტაზე, ჟიული შარტავას მკვლელებს, ქართველთა მკვლელებს აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ქართული სოფლების დამარბევლებს, ქართული ეკლესიების, საფლავების წამბილწველებს, იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ხელმძღვანელებს, ეგრეთ წოდებულს, ვინც ხელმძღვანელობდნენ ომს საქართველოს წინააღმდეგ, არავის პასუხი არ უგია, არავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღზრულა, არავის ძებნაში არ გამოცხადებულა, არავის ქონება არ ჩამორთმევა და კიდევ გვირგვის, რომ ვიშლებით და პატარაოდებით. აბა რა იქნება, როცა პასუხს არავინ არ აგებს და როცა მკვლელსაც კი უხსნი მილიარდიან ბიზნესებს საქართველოს მთავარ საკურორტო საპორტო ქალაქში. ეს ხო მაგალითია სხვებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ ჩაიდინონ იგივე და პასუხი არ აღვო. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ვამხილოთ საქართველოს ყველა მტერი და პირველ რიგში მათ მიმართ, რომლებიც აი სულში ყავს შემომძვრალი, ვითომ ქართველობენ, ეს არშბაც ვითომ ნახევრად ქართველობს, ნახევრად აფხაზობს, ბათუმელი აფხაზი გახლავთ, მეუღლე ყოლია ქართველი, მარინა ზენაიშვილი, არ ვიცი რა საუბრობენ სახში, იმედია სტატისტიკურ ანგარიშს არ აბარებს, რა ქართველი დახოცა, მაგრამ ის ქალბატონებმა ხვდებოდეს ამას, ისე როგორც ბაღაფშის მეუღლე, ხობელი ქალბატონი მარინა შონია. რა ვიცი, ახლა ქართველი დედები ქართულად ძდიდნენ შვილებს საზღვარგარეთაც და საქართველოშიც და ქართულ
ღირებულებებსა და საქართველოს სიყვარულს უნდებდნენ და რა ვიცი, მე მგონი ეს გენი არ დაიკარგებოდა ქართველ დედებში, თუმცა აი ამ მაგალითებზე იგივე სამწუხაროდ ვერ ვიტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კენჭისყრას, როდესაც აღიარეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რომელსაც ხმა მისცა არა მარტო არ ხმამ, ხმა კი არ მისცა, ეს იყო ავტორი და ინიციატორი მისი, არამედ ქართველმა დეპუტატმა კონსტანტინე ფირცხალავამ და ქართველმა დეპუტატმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის პარლამენტისა ვინმე სიხარულიძე. ასეთი ხალხი უნდა იყოს ისეთ შავ სიაში შეტანილი, რომ მათი შთამომავლობაც ვერაფენ და ვერავინ ვერ გაათეთოს. აი მხოლოდ მაშინ გვექნება სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება სახელმწიფოებრიობანაც თამაში და ძალიან დიდი კრახი, რასაც არ დავუშვით. ეს მარინა ხო ძალიან ხანია აშენებული ეს კონკრეტულად. ყოველ შემთხვევაში